ამერიკა საქართველოს ურთიერთობების გადახედვა დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარება კონსტიტუციით განმტკიცებული ვალდებულების ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და მოთხოვნა ამერიკის პრეზიდენტმა ქართული ოცნების ჩინოვნიკებსა და მათ მოკავშირეებს სანქციები დაუწესოს. ეს ყველაფერი ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა ერთ დოკუმენტში გაწერეს და მას მეგობარი აქტი დაარქვეს. საქართველოში კი დოკუმენტი მტრულ აქტად შეფასდა. ამერიკის შეერთებულ შტატებმა მტრული და აგრესიული პოლიტიკა უნდა განახორციელოს საქართველოსადმი. ეს არის რა მოწოდებებიც აქვთ რეალურად ამ ადამიანებს. ფარატინა ქაღალდი რეალურად მათი მიზანი, რატომაც ეხლა მიიღეს, არის რომ 31 მარტისთვის ერთგარი გუნება გამოუკეთონ და რაღაც საწვავი მიაშველონ იმ მილევად პროტესტ და დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც ქვეყანაში ჩვენ გვყავს. მიკერძოებულობა პირდაპირ ჩანდა. ეხლა ამ აქტის პირობებში თუ არ ვშტები, მოწმის სახით მიწვეული ყავდათ კაპიტანი გიგაური, რომელიც საქართველოს სახელით საუბრობდა თითქოს და ეხაც აქაც მიკერძოებულობაზე არის პირდაპირ საუბარი. ეს გადაწყვეტილებაც რაც გუშინ იქნა მიღებული ჩვენთვის კითხვის ნიშნებს აჩენს, რა თქმა უნდა, ვინაიდან Deep State-თან ბრძოლა დაწყებულია, თუმცა ჯერ კონკრეტულად ამ სტრუქტურებში ვერ ხედავ Deep State-ის შესუსტებას. დოკუმენტმა ჯერ მხოლოდ საკომიტეტო მოსმენა გაიარა, წინ კიდევ ბევრი საგანმანათლებლო პროცედურაა. საბოლოოდ კი მას ხელი დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს. ქართული ოცნება იმედოვნებს, რომ კანონპროექტი არ დამტკიცდება. ოპოზიცია კი უკვე გამარჯვებას ზეიმობს. მათი შეფასებით ეს დოკუმენტი ქართველი ხალხის მხარდამჭერი და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის აქტია. ამ აქტის მიღება ფაქტიურად ნიშნავს ახალ რეალობას ივანიშვილის რეჟიმისთვის. მე ამ აქტს დავარქმევდი საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრობის და ივანიშვილის რუსული რეჟიმის დემონტაჟის აქტს. ძალიან კონკრეტულად ამბობს. დიდი შესაძლებლობები ერთ მხარეს, სრული მხარდაჭერა ხალხს და იზოლაცია, სანქციები და კიდევ ბევრი ჭირვარამი იმ უბადრუკებს, რომელსაც უნდა საქართველოს სუვერენიტეტი ხელყოფს. მეგობარი აქტი არის საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის აქტი. ისინი გვიდგანან გვერდში და დღესაც არ აპირებენ რომ ქართველი ხალხი მიატოვონ. ამიტომ მეგობარი აქტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ნაბიჯი, ეს არის მხარდაჭერა ქართველი ხალხისა, ჩვენი თავისუფლებისა, რუსეთისგან დამოუკიდებლობისა, არ დამონებისა. ძლიერი მხარდაჭერის მაჩვენებელი იქნება ქართველი ხალხისთვის, რომლის კონსტიტუციური ამოცანაა დემოკრატიის და ევროპული მომავლის დაცვა. ქართული ოცნება მორიგი არა მეგობრული ნაბიჯის უკან Deep State-ის გავლენებს ხედავს. მმართველი გუნდისთვის ეს დოკუმენტი მტკიცებულებაა იმის, რომ Deep State-ი ჯერ არ დასუსტებულა. ეგრეთ წოდებული მეგობრული აქტი კი მმართველი პარტიის შეფასებით ოპოზიციისთვის ერთგვარი მაშველი რგოლია. მათი მხარდამჭერებისთვის კი სტიმული, რომ 31 მარტს დაგეგმილმა აქციამ მუხტი არ დაკარგოს. Deep State-მა თავი ეს აგენტურა სენატში მიაღებინა აქტი კონკრეტული სახელით, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრულ აქტად შეიძლება შეფასდეს და ეს ყველაფერი ხდება 31 მარტამდე, მანამდე სანამ უნდა ჩატარდეს ეგრეთ წოდებული აქცია ჩვენს ქვეყანაში და ახალი საფუძველი არის იმისათვის, რომ როგორმე წაახალისონ ადამიანები, რომ ამ ეგრეთ წოდებულ აქციაში მიიღონ მონაწილეობა. მეგობარი აქტი ცოტა ღიმილის მომგვრელია მისი შინაარსიდან გამომდინარე. არა მხოლოდ ეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი და რეალურად მტრული დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოების მიმართ გარკვეული ლობისტური ჯგუფების მხრიდან, რა თქმა უნდა, მაშველი რგოლი ამ განულებული ოპოზიციისთვის. კიდევ ერთხელ ხშირად ვახსენებ ხოლმე საკენკი კვირიდან კვირამდე რაღაცა საწვავი დაგეგმილი მარშისთვის, მორიგი თუ აქციისთვის თუ რა დონეზე მივიდა ეს მარშების და აქციების, ამასაც საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. ეგრეთ წოდებულ მეგობარ აქტ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი გუშინ დაუჭირა. განხილვა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. მის საბოლოო დამტკიცებამდე ავტორებს კიდევ რამდენიმე პროცედურის გავლა მოუწევთ.